იცით, პრინციპში ის რაც ჩვენ ვიცოდით და არაერთხელ გაჟღერებულა მათ შორის თქვენი ტელევიზიითაც და ყველა საინფორმაციო საშუალებებით, რომ ძალიან სერიოზული პრობლემა ქონდა საქართველოს პრეზიდენტს, თვითონაც არაერთხელ უთქვას, უბრალოდ ერთხელ თქვა თუ არ ვწდები ეს ვიზიტებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჭირდება ხელმოწერა საქართველოს ხელისუფლების, ანუ მთავრობის პრემიერ-მინისტრის, კერძოდ ღარიბაშვილის, ანუ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეხლა გამოვიდა ძალიან ისე მახინჯი ფორმით სააშკარაოს, ის განცხადება, რომელიც დაიდო მთავრობის ადმინისტრაციის მიერ, მინდა ვთქვა და გამოვეხმაურო, რომ ყველაზე უფრო ხელისუფლების და ასევე სახელმწიფოს მდგომარეობის გამოხატულებაა, რა სამარცხვინო მდგომარეობაში იმყოფება ეს სახელმწიფო, აი ესეთი უგემოვნო, ყოველგვარი ხარისხის არ მქონე ადამიანები მართავენ ამ ქვეყანას, რომლებიც მზად არიან, რომ ესეთი განცხადება დადონ, სადაც ესე ტრაბახობენ, არ ვიცი, ტრაბახობს ადმინისტრაცია, რომ არ გაუშვა პრეზიდენტი ვიზიტით, არ გაუშვეს, მაშინ, როდესაც კანდიდატის სტატუსს ველოდებით და მაშინ, როდესაც კანდიდატის სტატუსი შესაძლებელია რაღაც კონტექსტით, გეოპოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, მართლაც საქართველოს მოხდეს აი ამ პირველი ეტაპის გაფართოვებაში, აი ამ სიტუაციაში ეს არის, მე ვფიქრობ, ყველაზე უფრო ისეთი ბევრია ესეთი, მაგრამ აი დღეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო ამაზრზენი და სამარცხვინო მდგომარეობის გამოხატულება. მე პირდაპირ გეტყვით, რომ მაგალითად, როდესაც მან პრეზიდენტი ზელენსკისგან მიიღო პირდაპირი მოწვევა საქართველოს პრეზიდენტმა, მე მაქვს ინფორმაცია, რომ ყირიმის პლატფორმაზე პირდაპირ პრეზიდენტმა ზელენსკი მიიწვია, იგი კიევის ჩასასვლელად, კარგი იქნებოდა თუ არ დაელოდებოდა მთავრობის აი ამ მოწვევას, უბრალოდ მთავრობის ხელმოწერას, ღარიბაშვილის ხელმოწერას, იმიტომ რომ მანამდე ეს გამოცდილება მას ჰქონდა და ეს გამოცდილება იყო თუ არ ვცდილობ სტრასბურგის და სხვადასხვა ვიზიტების დაბლოკვა, როგორც ჩანს, გაცილებით უფრო ბევრია, ვიდრე საზოგადოება მიცოდა და ასევე მე მაგალითად ვფიქრობ, რომ აი ასეთი ყოველი ვიზიტის დაბლოკვის შემდეგ ალბათ კარგი იქნებოდა საჯაროდ გაგვეგვა ამის შესახებ, მაგრამ ასევე ჩავიდოდი აუცილებლად კიევში მის ადგილას, იმიტომ რომ ფაქტია, რომ რა თქმა უნდა ხელმოწერა არ ექნებოდა პრეზიდენტ ზელენსკის მიწვევაზე სალომე ზურაბიშვილს და შემდეგ ონლაინ ჩაერთო, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პოლონეთშია იგი მიწვეული ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე, რამდენადაც ასევე ჩემთვის ცნობილია, რომელიც დაიწყება ოქტომბერში და ძალიან მნიშვნელოვანი თემები იქნება განხილული და ალბათ აქაც არ ექნება, ასე ვთქვათ, ნებართვა მას მთავრობიდან, მაგრამ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის და ნიშანდობლივი, ხო? ის რომ კანდიდატის სტატუსის მოლაპარაკებების და რაღაცნაირად ადვოკატირების ეტაპზე საუბრობდა პრეზიდენტი, აი ამისი გადახაზვა უკვე თუმცა უკრაინის კონტექსტში ხატია, მე ბოდის გიხდით, მე ბატონ გიორგისაც ვკითხე ეს, რომ რა არის საერთოდ სალომე ზურაბიშვილის პრობლემა. იმიტომ რომ მხოლოდ ის არა ალბათ, რომ მან ეს პროცესი წამოიწყო, მოკლედ მოდით ვთქვათ, რომ ეს არის ადამიანი, რომლის გვერდითაც არც ხდებოდნენ ძალიან უწყინარ ღონისძიებებზე, მაგალითად კულტურულ ღონისძიებებზეც კი გაგვიშუქებია ბევრჯერ ჩვენ ეთერში ეს ამბები. მისი რატომ არის ის ასეთი, ვთქვათ, მიუღებელი ქართული ოცნებისთვის, მისი პრობლემა რა არის, იმიტომ რომ ძალიან ბუნებრივია, არა, მესმის, კი, გავიგე. მხოლოდ აი ეს ამ პროცესში, როგორც კანდიდატის სტატუსის, ასე ვთქვათ, ავანგარდში მყოფი პერსონის, არამედ პერსონალურად ზურაბიშვილის. იცით რა, მე გასაგებია თქვენი შეკითხვა, ვიკა, ძალიან მარტივია ნებისმიერი კრიტიკა, რომელიც არის ხელისუფლების მიმართ წინააღმდეგ მიმართული და ძალიან სამართლიანი და თქვენ იცით, რომ სალომე ზურაბიშვილის პოზიცია ძალიან სწორი იყო უკრაინასთან მიმართებაში 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ პრაქტიკულად ძალიან ცუდი, მძიმე და ჩვენი ქვეყნისთვის და როგორც რეგიონისთვის მძიმე პოზიცია დაიჭირა, გვახსოვს ეს ყველაფერი ძალიან კარგად. ევროკავშირთან მიმართებაში და ის, რომ მუდმივი თავდასხმის ობიექტი გახდნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა ძალიან სწორი გზავნილები, ამიტომ ნებისმიერი კრიტიკა, რომელიც ასევე ვეტოები, რომელიც მან აი რუსულ კანონმდებლობაზე, ასე ვთქვათ, მისი პოზიცია გვახსოვს პარლამენტში გამოსვა, ნებისმიერი კრიტიკა, ხო, ეს რომელსაც ხელისუფლება იღებს და ყველა ადამიანისგან, ვისგანაც ეს კრიტიკა მოდის, ამ ადამიანებს, რა თქმა უნდა, თვლიან
მტრად, იმიტომ რომ ეს კრიტიკა მიაჩნიათ რაღაცნაირად ძალაუფლების შემარყეველად. იმიტომ რომ ხა მათ უნდა ესმოდეთ პირველ რიგში და სხვა შორის მე ვფიქრობ და არ ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ თქვათ ქართულ ოცნება არ გამოიყენებს ასევე თქვათ იგივე კანდიდატის სტატუსს, ხო? ეხლა მოსამულობა როგორია? თუ მიიღებენ გეოპოლიტიკური მოსაზრებით კანდიდატის სტატუსს, მივიღებთ, ანუ ქვეყანა მიიღებს, ქართული ოცნება შეეცდება, რა თქმა უნდა, რომ ეს გამოიყენოს საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ძალიან ღიად უნდა ვთქვათ ყველაფერი, ხო? ანუ როგორ გამოიყენოს? გამოიყენოს ისე, რომ თქვას, რომ აი ჩვენ ვაკეთებთ ამას, აი ასოცირების შეთანხმება გავაკეთეთ, ის იმას კი არ იტყვის, რომ ჩვენთვის ყველასთვის მნიშვნელოვანია ჩვენი სამშობლოს წარმატება, ხო? ანუ ჩვენთვის და ესეც უნდა იყოს და ყველაზე წინ დგას საქართველო. არამედ იტყვის, რომ ეს ქართულმა ოცნებამ მიიღო, თუმცა ვინ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუნდაც გეოპოლიტიკური მოსაზრებებით, ეს იქნება ქართველი ხალხი, ვინც მიიღებს და ევროკავშირმა ძალიან კარგად იცის ყველა ის ნაბიჯი და ყველა ის, ასე ვთქვათ, რეკომენდაციების შესრულებაზეც აღარ ვსაუბრობ, ის გეოპოლიტიკური დიდი სურათი, რომელიც არსებობს. თუ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, ხო, ამასაც გამოიყენებს. ამასაც გამოიყენებს როგორ, რომ შეეცდება, რომ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გამოიყენოს, როგორ ანტიდასავლურ სკეპტიციზმს გააღვივებს. აი აქ ამაზე არის აუცილებლად ორივეს და ეს რას ნიშნავს? არაფერი ძალიან მარტივია, ორივე მდგომარეობას შეეცდება, რომ გამოიყენოს საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. და აქ ჩვენი ანუ თუ არ მიიღებს საქართველოს კანდიდატის სტატუსს, აქ დაიწყება შემდეგ დაიწყებენ პროპაგანდას, ანტიდასავლურ პროპაგანდას, რომ აი ევროსკეპტიციზმის გაღვივებას და ასე შემდეგ. შეეცდება თქო ამას საუბრობ ორივეს. ამიტომ ჩვენი ამოცანა ამით არ იცვლება ქალბატონო ვიკა და მე ძალიან არ მომწონს, როდესაც ჩემი რამდენიმე კოლეგა პოლიტიკოსების არჩევნების რაღაცნაირად ხარისხის დაწევას ცდილობენ, რომ აი შეიძლება არალეგიტიმური იყოს ეს არჩევნები, აი რა აზრი აქვს არჩევნები. არა, პირიქით, მე მაგალითად სრულად ვეთანხმები ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რომელმაც თქვა, რომ პირიქით კამპანია უნდა იყოს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოვიდეს არჩევნებზე. ეხლა თუ პოლიტიკოსები იმას დავიწყებთ იმის ხმას, რომ როგორ შეიძლება არჩევნებს აზრი არ აქვს, არალეგიტიმურია ეს არჩევნები ეხლა აქედანვე, აი ეს ყველაფერი ხა მე გიარს უსმენდი და ძალიან გამიკვირდა, რომ აი რა არჩევნებზე ცოტა ისეთი სხვანაირი მოსაზრება ქონდა. პირიქით, არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი. არჩევნებით შეცვლილა ხელისუფლება საქართველოში და თუ შეეცდებიან, რომ ეს არჩევნები კიდევ უფრო სათავისოდ გამოიყენონ, გადატეხონ საზოგადოების ნება, მარტივია პირველი ნაბიჯი გადადგეს, როდესაც აი ზუსტად სალომე ზურაბიშვილის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნის წესი შეცვალეს და მათ ამ არჩევნებს არავინ არ უღიარებს, არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, არც ერთი საერთაშორისო ჩვენი პარტნიორი და ამიტომ გასაგები იქნება საქართველოს მოქალაქეების ნება არ იქნება ასახული და იქ უკვე ჩვენ ნახეთ ესეთი მოვლენები, როგორი შეიძლება იყოს იგივე საქართველოში, უკრაინაში და ასე შემდეგ და მოლდოვაში სხვათა შორის, ხო? ამიტომ ჩვენთვის ახლა ოპოზიციისთვის არაფერი არ იცვლება. მე ცოტა არ მომწონს ასევე აი რაღაცა სწორება იმაზე, რა იქნება ოქტომბერში. ჩვენთვის მთავარი უნდა იყოს ის, რომ ჩვენ 20-24 წელს შევცვალოთ ეს ხელისუფლება. არც ერთ შემთხვევაში ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ მივიღებთ თუ არ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს და მე რა თქმა უნდა მინდა რომ ჩემი სამშობლო წინ იყოს და ჩემს სამშობლოს გაცილებით უფრო წინ გადადგას ნაბიჯი და ისეთი ნაბიჯი გადადგას, რომელიც რუსეთს არ გაეხარდება, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დაახლოვება ევროკავშირთან ვერ იქნება. არც მოლაპარაკებები გაიხსნება, მიწვევა გაიხსნება მოლაპარაკებებზე და ზოგადად არის საფრთხე. მე ასე ვფიქრობ 2012 წლიდან ამ ხელისუფლებაზე, ქართულ ოცნებაზე და ეს რა თქმა უნდა გაცილებით უფრო მეტი ადამიანია ჩემს ასე ვთქვათ მოსაზრებაზე და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ქალბატონი სალომეც არის იმ მოსაზრებაზე, რაზეც ახლა მე და თქვენ საუბრობთ. დიახ. ხო, აი საინტერესო ახსენეთ ამ კონტექსტში სალომე ზურაბიშვილი ფიქრობ თუ არა რომ აი რა ტიპის პროცესი წამოიწყო მან ის მაინც გაიმგზავრა გერმანიაში და საინტერესო რა ლოგიკური გაგრძელება ექნება ახლა აი ამ ყველაფერს იმიტომ რომ ასეთი ტიპის დაპირისპირება პრაქტიკულად ჩვენ არ გვინახავს ბევრი გვინახავს მაგრამ ეს რაღაც ახალი კულმინაცია არის ამ დაპირისპირების რა ლოგიკური გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს ამ ყველაფერს როგორ ფიქრობთ ალბათ იგივე შეფასებები ძალიან ძიმე. რაღაცა დაბლოკილი ვიზიტები, ამ დაბლოკილ ვიზიტებზე მიემგზავრება საქართველოს პრეზიდენტი, ამას უყურებს მთელი დასავლეთი და ევროპა.
იცით რა, ეს არანორმალური არ, ეს არის სამარცხვინო მდგომარეობა სახელმწიფოსი. სამარცხვინო მდგომარეობა. ჩვენ ბევრი მიმართულებით ძალიან მძიმე ვითარებაში ვართ. ძალიან მძიმე ვითარებაში ვართ და არ ვიცი, ეს ვითარება გაცილებით უფრო დამძიმდება და ხელისუფლების მდგომარეობას და აგონიას დამძიმდება იმ კონტექსტში, რომ წინა საარჩევნო წელია, ხო? ანუ ეს წელი და შემდეგი შემოდგომამდე ის წელი არის უმძიმესი მათთვისაც და ყველა ადამიანისთვის საქართველოში ეს იქნება ძიმე პოლიტიკური წელი, სადაც რა თქმა უნდა ისინი შეეცდებიან გადადგანის ნაბიჯები, რაც მათ ძალაუფლება შეანარჩუნებინებს. ეხლა სალომესთან დაკავშირებით რა შეიძლება შემდეგ? ეს იქნება ღია დაპირისპირება, სიტყვიერი შეურაცხყოფა, რასაც აკეთებენ მუდმივად. სესია იხსნება სამშაბათს და ალბათ მას მიუძღვნიან ამ ისევე ეპითეტებს, როგორც აი მაგალითად ჩვენ დღეს მოვისმინეთ. არა, იცით რა, ხმები არა აქვთ იმპიჩმენტზე, შეიძლება დადგეს რა თქმა უნდა და დაიწყონ ამაზე საუბარი, მაგრამ ეხა ეს სათანადო ხმები არ ეყოფათ თუ არაფერი შეცვალეს კიდე რაღაცა განსაკუთრებულად მართლა როგორც უმრავლესობას, როგორც ჩვევია ხოლმე, რომ ნებისმიერ საკანონმდებლო ცვლილებებს აი რაღაცნაირად უცებ შემოიტანს, ხო? ანუ ეს ჩვეულებრივად ავტორიტარიზმის ძალიან ისეთი დამახასიათებელი ნიშანია. ამიტომ მე რასაც საუბრობ, ეს ყველაფერი დამძიმდება, არახალი არაფერი განსაკუთრებული არ ხდება ქართული ოცნების მმართველობის პირობებში ვიკა. მთავარი რა არის? მთავარი არის იქ, რომ ჩვენ კიდევ უფრო როგორ ასე ვთქვათ, გამოვკვეთოთ კონტურები იმის, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებიდან წასვლა ყველა მიმართულებით რაც შეიძლება დავაჩქაროთ. ხო, არჩევნებზე ეხა რა თქმა უნდა მე არ ვიცი, შეიძლება არჩევნებამდე რაღაც მოხდეს, შეიძლება იყოს მღელვარება, ეხა მოდი ესეც არ გამოვრიცხოთ, ხო, თუმცა ალბათ ვფიქრობ, რომ უფრო ასე ვთქვათ 20-24 წლის საპარლამენტო არჩევნებია ის ნიშნული, სადაც ნამდვილად უნდა გადაწყდეს და საქართველოს მოქალაქეების ნება უნდა გამოისახოს, მაგრამ მე რაც მაღელვებს და რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეხლა ეს რომ პოლიტიკა არ დარჩეს რაღაცა ელიტისტურ, ასე ვთქვათ, რაღაც ნაწილად, პოლიტიკოსები არ დარჩნენ ცალკე, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქე არის ცენტრში და ფოკუსში და საქართველოში წყდება ყველაფერი. საქართველოში წყდება და არა სადმე სხვაგან. ბოლოს მინდა დავასრულოთ ამ თემაზე საუბარი. სალომე ზურაბიშვილი პრობლემური გახდა თუ არა უკრაინის ომის შემდეგ? აი როგორ ფიქრობთ, მისი პოზიცია უკრაინის ომთან მიმართებაში იყო თუ არა ერთგვარად კულმინაციურად მიუღებელი ქართული ოცნებისთვის, იმიტომ რომ უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისი იქ არ ყოფნა და მთელი ის ვთქვათ გეგმა როგორ არ მოხვედრილიყო ის იქ, იცით თქვენ ეს ამბები მახსენდება თუნდაც და მიიჩნევთ თუ არა რომ ეს შესაძლოა ესეც იყოს რაღაც არ ვიცი რუსული გეგმის ნაწილი. იმიტომ რომ ყოველთვის საინტერესოა როგორ აშუქებს მედია, რუსული მედია ამა თუ იმ მოვლენას და ამ მოვლენასაც აშუქებდა მედია და ზოგადად აშუქებს სალომე ზურაბიშვილი არის რუსული მედიის ფოკუსში საკმაოდ ნეგატიურად ბოლო დროს. ძალიან მძიმე შეფასებებით ლანძღავს რუსული მედია სალომე ზურაბიშვილს, აი მათ ტელეგრამ არხებზე ყველა მისი გამოსვლის შემდეგ არის სრული ისტერიკა ატეხილი, კი მე ვადევნებ თვალყურს. და რა თქმა უნდა, მისი ყველა პროუკრაინული და ევროკავშირისკენ დასაახლოვებელი, ასე ვთქვათ, მთელი ეს გამოსვლები არის ძალიან მძიმედ აღქმული. რა თქმა უნდა, ეს ჩვეულებრივი ამბავია. აი ნახეთ, უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილას დადგა. რა დადგა თავის ადგილას? ანუ ვინც იყო დემოკრატიისკენ, თავისუფლების სამყაროსკენ, იგი მხარს უჭერს უკრაინას, ვინც იყო აი ზუსტად ესეთი ჰიბრიდული კლეპტოკრატია, ოლიგარქიული რეჟიმების, ასე ვთქვათ, რაღაც პროქსები, აი ესეთი რეჟიმების პროქსები, ისინი მათ არ დაუჭირეს მხარი უკრაინას. ძალიან მარტივი იყო, ხო? ანუ თუ აქამდე რაღაცნაირად ივანიშვილი ახერხებდა, თუნდაც საერთაშორისო საზოგადოების, თორე როგორც გითხარით, ჩემთვის დიდი ხანია იგი 2012 წლიდან არის საფრთხე საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის, მაგრამ ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, საერთაშორისო პარტნიორი ესე არ ფიქრობდა, ხო, მაშინ, მაგრამ უკრაინაში 20-22 თებერვლის შემდეგ ყველაფერი და რაღაცა თეთრი და შავი გახდა. არაფერი რუხ ზონაში, სივრცეში ივანიშვილის ხელისუფლება ვეღარ დარჩა და ამიტომ რა თქმა უნდა, ხა პოზიციის დაფიქსირება
დაფიქსირება მოუწია ყველას და სალომე ზურაბიშვილის პოზიცია იყო ძალიან სწორი, მისი გამოსვლები მიტინგებზე იყო სწორი, რუსული კანონის მიღების დროს მისი პოზიცია იყო სწორი და სწორი იყო აი ბოლო გამოსვლა თუ არ ვშտები ქონდა 26 მაისს რომელიც სწორი იყო რომელსაც უშვებს რა ობიექტი იყო სხვათა შორის მან 26 მაისის მისი გამოსვლა მოიყვანა არგუმენტად რატომ არის თვალთმაქცობა აი ამ პროცესში მონაწილეობა სალომე ზურაბიშვილისა. ხო და ანუ როდესაც ყველაფერი თან ეხლა ნახეთ როგორი საინტერესოა ფორმულა რომ თვითონაც ნებისმიერ კრიტიკას ხო აღიქვავენ რაღაცა მტრულად ყველა მტერია მათთვის ვინც მათ ძალაუფლებას ეხება რაღაცნაირად ივანიშვილს ეხება ხო თუმცა სალომე ზურაბიშვილის ასე ვთქვათ მკვეთრი შეფასება ივანიშვილზე ჩვენ არ გვახსოვს ბოლო პერიოდი ესეც უნდა ითქვას აუცილებლად ეს პრობლემა ხატია მაგრამ იცით რა მე ვფიქრობ რომ რა ვიცი ივანიშვილის შეფასება მარტო ოპოზიციის არ არის საქართველოში არის საერთაშორისო ასე ვთქვათ ძალიან ბევრი ინსტიტუტის მიერ შეფასებული საქართველოში ოლიგარქიული კლეპტოკრატიული მართვის ელემენტები რომელიც არის ძალიან მძიმე ხო და სხვა შორის ასე აფასებს საქართველოში მმართველობას ის ხალხი რომელთანაც შესახვედრად ქალბატონი სალომე გაემგზავრა თუ არ ვცდები ხო და ძალიან დიდ შეშფოთებას გამოთქვავენ ამიტომ რა თქმა უნდა მე მირჩევნია როგორც ერთ ადამიანს არა როგორც ასე ვთქვათ ალბათ საზოგადოების ნაწილს საქართველოს მოქალაქეს რომ საქართველოს პრეზიდენტი იყოს უფრო მკვეთრი იყოს უფრო მკვეთრი შეფასებებში და იყოს ასე ვთქვათ გამოკვეთილი მისი მოსაზრება რომ ცალკე კობახიძე და ცალკე ღარიბაშვილი არავითარი პოლიტიკური ფიგურები არ არიან ისინი არიან ადამიანები რომელსაც აქვს სწორება და პასუხისმგებლობა სწორედ ერთ ადამიანზე და მე ვფიქრობ რომ ადრე თუ გვიან ამის ამ პოზიციის დაფიქსირება მოუწევს ხო ეხლა შეიძლება თქვას რომ აი რაღაც კანდიდატის სტატუსის მოლოდინში ვართ, რაღაცა მკვეთრი განცხადებებს არ აკეთებ და ამ ბოლო დროის განმავლობაში, მაგრამ ჩვენ ხედავთ როგორ შემოbrunდა ყველაფერი, დიდი უზარმაზარი განცხადება დაუდეს, სადაც პირდაპირ თქვეს რომ ჩვენ არ გაგიშვით, ხო, აი ესე რაღაცა ბულერებია რო არიან, ხო, აი რაღაცა მასკულინური ეს რაღაცა საშინელი, აი ეს გამოვიდა ამ განცხადებიდან, ხო, აი პირდაპირ, რომ აი ჩვენ არ გაუშვით, ეხა იტყუება ყველაფერს, იმიტომ რომ ის სიფრთხილე რომელიც მან თუნდაც ყირიმის პლატფორმის მიწევაზე გამოიჩინა, ხო, ეს პირდაპირ გამოუფინეს, რომ ჩვენ არ გაგიშვით. კი არ წავიდა ონლაინ რო ჩაერთო რამე მიზეზი იყო, მაგრამ ჩვენ არ გაგიშვით. ხო, აი როგორც მართლა ეს ჩაგვრელები რაღაცა აი მართლა წარმოუდგენელია. ყველა საშინელი ტოქსიკური რაღაცა განსახიერების გაერთიანება ეს განცხადება. ხო, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ის რაც დღეს ხდება ამ მიმართულებით, სწორედ ეს არის იმ მდგომარეობის შეფასება, რომელშიც ჩვენ ვართ. ყველა სახელმწიფო, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტები, როგორც საგარეო პოლიტიკური ორიენტირი ნიშნული პრაქტიკულად მორყეულია და შეცვლილია მთლიანად, როგორც ჩვენი 12 რეკომენდაციის შესრულება და ყველაფერი ის უპატივცემულობა და ანგარიშვალდებულების არ ქონა, რომელიც აქვს ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების მიმართ. ეს გამოჩნდა ბოლოს იმ საშინელი ტრაგედიით, რომელიც გრძელდება დღესაც, ანუ არ შეწყვეტილა ადამიანები იღუპებიან და რაც თავარეს ძებნის სამუშაოები კიდე მიმდინარეობს, ხო? ამიტომ და გუშინაც მაგალითად რამდენად ძიმე იყო ქალაქში ვითარება. ეს არის ყველაფერი სიმბოლო იმის, რა ხდება ქვეყანაში და როგორია ის ხელისუფლება, რომელსაც ჩვენ ზუსტად აი ძალიან სწორად კლეპტოკრატიას და ოლიგარქიას მადლობა ხატია.